გამოთხოვება. რა მოხდა თუ კი ვეღარ შევხვდებით? ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით მარადიული ის არის მხოლოდ და ასეთია ყოველთვის ბოლო ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების და მეც ამ დიდი კანონის ნებით მიყვარ ხარ, მაგრამ ამ სიტყვას ახლა იაფის სცენის სურნელიც ახლავს, რაც არ უხდება და არ სჭირდება, ამიტომ ალბათ გამიჭირდება მისი წარმოთქმა, მაგრამ გახსოვდეს, მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს არ დაგავიწყებ ჩემ ხმას და სახელს, შენგან მრავალი ტკივილის მნახველს და გზა, რომელიც გაიყო ორად და უკვე იქცა ცოდვად თუ ჭორად, იყოს დღეგრძელი რომ შენი წილი თავისი ღორღით, მტრითა და ჭრთილით ტანჯვის გზად გექცეს და უცხო თვალი ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის ხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს, რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ, რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი და მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის, ჩემს დასაცავად და დასაღუპად და რისხვა გულმა, რაც დააგუბა, რაც გულს აქამდე ძალით ეკავა, წვრილმან გრძნობების წასწალეკავად გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით შენს ნაკვალებზე დიოდეს იგი და უსასრულო დღისით თუ ღამით და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით იქცეს კოშმარად ან მოჩვენებად, გაგიფრთხოს ზილი და მოსვენება, რომ ღვთებ შეკვეცილ ფრინველის მგზავსად, აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად, მერე რა მოხდა, თუ უცხო თვალი ჩვენი უცნა ურსეირით თვრალი, ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს და იმ ღიმილის უხეში ქიმი გაგივლის გულში, შენ კი გახსოვდეს, რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს, რომ მე ვარ ჯვარის და ეშაფოტის და ჩემი სულის ყველა ნაფოტი იმ კოცონისთვის გროვდება ახლა, რომელზეც შენი სურვილით ახვალ, მაგრამ იქამდე შენი სახელი, ვით ჩემი მტრების თანამზრახველი ან ვით ურჩხული, ცხრახმით ცხრახელით დამაღრჩობს, თუ კი ამ ოძახებას ვერ შევძლებ უცებ.